მე წინა ხელისუფლების დროს თითქმის ყველა თავმჯდომარეობის პირს უთხარი ვინმითი დაიჯებოდა და ყველას აუხდა და დღეს ძალიან ბევრი იხტისაჯლო ზოგმა უკვე მოიხადა აი ტელეკომპანია თრიალეთის საქმეზე მინდა ვთქვა რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული რაც ხდება ტელეკომპანია თრიალეთთან მიმართებაში და ფინანსთა მინისტრის შემოსავლების სამსახურის უფროსის პრემიერ-მინისტრის და ბიძინა ივანიშვილიც სისხლის სამართლის წესით დარწმუნებული ვარ აგებენ პასუხს იმ დანაშაულისთვის რასაც ისინი ჩადიან ახლა ტელეკომპანია თრიალეთის წინააღმდეგ. როდესაც ჩვენ მივმართეთ, ყოველთვის გავცნოთ მე ტელეკომპანია თრიალეთის განცხადებების შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ განცხადება, რომელიც თავისთავად დაუსაბუთებელი იყო, მაგრამ იმ განცხადებაში ეწერა, რომ ჩვენო შარშანო რამოდენიმეჯერ მოუხსენით, რომ ინკასო ტელეკომპანიას, როდესაც დავალებება ჩამოწდაო 1,50,000 ლარს. და ეხლა 1,50,000-ზე მეტი არისო და ამიტომ არ მოხსნითო. ამ განცხადების შემდეგ დავალება ისევ ჩამოწდა 1,50,000 ლარს ქვევით, მაგრამ ყადაღა ისევ მოხსნილი არ არის, ანუ თითიდან გამოწვეული არგუმენტებიც კი არ არსებობს. იურიდიულად ის რაც ხდება ახლა ტელეკომპანია თრიალეთთან მიმართებაში, ეს არის კრიმინალი, ამისი რაიმე ახსნა ადმინისტრაციული საპროცესო საგადასახადო კანონმდებლობით არის შეუძლებელი. ეს არის კრიმინალი მაფიოზის მიერ გაცემული ბრძანება, რომელსაც სამწუხაროდ ასრულებენ, ვიცით ჩვენ ძალიან კარგად ამ ქვეყანაში, რომ პრემიერიც, სხვა მინისტრებიც, ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელებიც და მოსამართლეებიც არიან ივანიშვილის პირადი მონები. ამიტომ ჩვენ ხშირად მივუჩვიეთ იმას, რომ საქართველოში როდესაც იყო რაღაცა წინა ხელისუფლებების დროს დემოკრატიის რაღაც ეხა არც სააკაშვილის დროს არ ყვაოდა საქართველოში დემოკრატია და არც შევარდნაძის დროს, მაგრამ რაღაცა ინსტიტუტების ასე ვთქვათ ფასადი მაინც იქნებოდა და ეხა ეს ფასადი წინგრევა. ამიტომ ჩვენ მიჩვეული ვართ ვილაპარაკოთ სასამართლოზე და რაღაცა კანონებზე. დღეს საქართველოში არანაირი სასამართლო არ არსებობს, ყველამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ ივანიშვილის ერთმა მონამ დაგადოთ ინკასო და ეხა ივანიშვილის ამ ერთი მონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენ გასაჩერებული გვაქვს ივანიშვილის მეორე მონასთან. ამიტომ არც უნდა უწოდოთ მე მგონი ამას სახელწოდება სასამართლო რა წესითაც და როგორი ფორმითაც განიხილავენ ისინი თქვენს საჩივარს. აი ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ჩვენ როდესაც შევიტანეთ დოკუმენტები, სარჩელი, შემდგომში კერძო საჩივარი წაკითხული არ აქვს მოსამართლეებს და არც აინტერესებს და სწორიც არიან რომ არ აინტერესებს. თუ წინასწარ იცი რა გადაწყვეტილება უნდა მიიღო, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს საბჭოში რა წერია.